დილამშვიდობისა ათენში 7 საათი და 26 წუთია. ჩვენ კი გავდივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქის ცენტრში. აბა წავედით. უკვე გაჩერებაზე ვართ ჩვენ და ველოდებით ტრანსპორტს, რომელიც წაგვიყვანს კიფსელზე თუ სად? კიფსელზე ვართ. სინდაგმაზე უნდა წავიდეთ. კიფსელზე ვართ ახლა. Kalimera Elata. მეტროში ჩავდივართ. ეს არის ხო გოგოებო ჩასასვლელი? ხო, აქედან. Επόμενη στάση, Μοναστηράκι. Next station, Μοναστηράκι. Ανταπόκριση με τη γραμμή 3, Δημοτικό Θέατρο, Λουκίσης Πλακεντίας, Αεροδρόμιο. Next station. ერთი სიტყვით საბერძნეთში ვარ და გადავწყვიტე ჩემს მეგობრებთან ერთად დავათვალიერო აქაური ძველმანების მაღაზია, რომელსაც ჩვენ ბარახლოვკას სახელით ვიცნობთ და მოდით ერთად დავათვალიეროთ მომსახურების ეს სფერო რა არის წარმოდგენილი, იმიტომ რომ სიძველები ძალიან მომწონს და საინტერესო იქნება ჩემთვის პირადად ბერძნული სიძველეები. ნახოთ რა გველდება წინ. მოკლედ ეს გიტარა 15 ევროა, მაგრამ მე ამას ვერ წავიღებ. კარგი ფასია ძალიან. უბრალოდ არ ვიცი გამართული არის თუ არა, რო არ იყოს გამართული. ნაგავს ხო არ წავიღებ. თან მაინც გაგზავნა მიწევს. ხო, ხალხმა მაგრა ვიცი ვაჭრობა 2 ევროში ნახეთ რა მაგარი ხელით ნახატი. სურათი წერული. 10 евро იყო სტავკა, მაგრამ უთხარი 2 ევროში უნდა მომცეთქო. და 2 ევროში დავითრია ეს ფოტო. მოკლედ ეს ქალბატონი გავიცანი, ძალიან მაგარ რაღაცებს ყიდის და უიაფესად მომყიდა რაღაცები. ეხარისტო. მოკლედ ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს. როგორც ჩანს, კარგად გაყიდვადი სივრცეა. კარგ ფასებში აქვს რაღაცეები. მისგან დამცავიც აქვს, მაგრამ ერთმანეთს ეს როდმდელია. ნახოთ, კიდევ რა. აქვე შეხვდებით მაკარონს, გაზს, ფაბიც იქნება სადმე და მოხარშავ. მოკლედ როგორც ჩანს, ბოშები აქაც არიან და ძალიან იაფად ყველაფერს. ბერძნებისგან განსხვავებით, ბოშები შეიძლება არ იციან რას ყიდიან, იმიტომ რომ ძალიან კაი რამეები აქვთ და აზრზე არ არიან ერთი სიტყვით. Ναι, τα κάνανε τώρα. Ναι, εσείς არის მოკლედ ერთი ლოკაციიდან გადავდივართ მეორეში. სივრცეში შევდივართ ახლა. ფაიფურის, კერამიკის, მინის, მეტალისა და ხის ჭურჭლები, სუვენირები, სამკაულები, აქსესუარები, პორტრეტები და ფერწერული ნამუშევრები, სხვადასხვა ტიპის ნაკეთობები, ვინილის ფირფიტები, ბუკინისტური პრესა და ლიტერატურა. ეს წარმოდგენილი ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ყველა ძველმანების მაღაზიაში ნახავთ. გადმოვიდით სხვა ლოკაციაზე და მივდივართ ისევ ძველმანების მაღაზიაში. აბა რამდენს ყვეტის? Πόσο κάνει αυτό? Κυρία, πόσο κάνει αυτό? Αυτό είναι πολύ παλιό. Το ξέρουμε τι είναι, απλά πόσο κάνει? 15 ευρώ. რამდენიო? 15. აჰა, Πάρα ოკეი. πολύ παλιό. საბერძნეთში ასკანელის ნიმუში ვიპოვე ჯამბოს. Δεν τα βγάζουμε, δεν βγάζουμε. Σκηνίκιο. მოვიპარახლოვკეთ და ჩამთებით დადვირთული მივდივართ. ჩვენ დავბრუნდით მეგობრებო